მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელობო, თქვენ უსმენთ პირველ სამედიცინო რადიოს საქართველოში MED FM 100 და 3-ს. დღეს პარასკევია თბილისის დროით 14 საათი და 12 წუთი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ეთერში FM ფარმაციის დროა გვანც ჯვარიძესთან ერთად. მოგახსენებთ, ჩვენი გადაცემის მიზანი თქვენი სწორი ინფორმირებაა იმ მედიკამენტების მიმართ, რომლებიც წამყვან ადგილს იკავებენ ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე. ჩვენ დაგეხმარებით თქვენ სწორი არჩევანის გაკეთებაში, ობიექტურობის და მრავალფეროვნების მიზნით ჩვენ ჩამოგითვლით რამოდენიმე ფარმაცევტული კომპანიის მედიკამენტს, რომლებიც რეალიზაციას უწევენ შემოტანილ და საქართველოში წარმოებულ წამლებს. წარმოგიდგენთ დღევანდელი დღის მთავარ თემას: ჩამოსებული ქუთუთოები, ოდნავ ჩამოყვითლებული, ჩასისხლიანებული თვალები, მოთენთილობა, დაღლილობა, ალბათ გეცნოთ. დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას ეს პრობლემა აწუხებს, მოკლედ რომ ვთქვათ, უძილობა. დიახ, დღეს FM ფარმაციის მთავარი თემა გახლავთ ძილის დარღვევები. შეიძლება მას 21 საუკუნის პრობლემაც დავარქვათ. მსოფლიო უძილობასებრძვის და მაინც რა არის მიზეზი უძილობის, რაც ასე ცუდად აისახება მომდევნო დღეების განმავლობაში ადამიანის ვიზუალსა და ფსიქიკაზე. ბევრი ადამიანი მედიკამენტების დახმარებით ცდილობს თავი დააღწიოს ამ პრობლემას, მაგრამ რამდენად ეფექტურია ასეთი ტიპის მკურნალობა და კიდევ რა დამხმარე საშუალებებით არის შესაძლებელი ამ პრობლემის მოგვარება. ამ და სხვა კითხვებს მოგვიანებით გადაცემის სტუმარი ნევროლოგი ნანა გელაძე უპასუხებს. ვიდრე მედიკამენტოზულ მკურნალობასა და საძილეს სხვა საშუალებებზე გადავალთ, საინტერესო იქნება იმის გარკვევა, რამდენად მნიშვნელოვანია იგი ადამიანის ორგანიზმისთვის. მოგესალმებით ქალბატონო ნანა, მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. იქნება აგვიხსნათ ძილის მნიშვნელობა რამდენად დიდია, რა როლი უკავია ადამიანის ორგანიზმში. მოდით ასე დავიწყოთ. რა არის ძილი? ძილი ეს არის ადამიანის სიცოცხლის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, შემადგენელი ნაწილი და ალბათ ის არანაკლებ მნიშვნელოვანია ვიდრე ღვიძლი, ვინაიდან ძილში ადამიანის თვით აღდგენა ხდება, მისი ძალების გაჯანსაღება, ფსიქიკური გადატვირთვა. ძილი არაერთგვაროვანი მდგომარეობაა. ძილში არჩევენ სხვადასხვა სტადიებს. არის ნელი ძილის სტადია და არის სწრაფი ძილის სტადია. ნელ ძილს უკავია დაახლოებით 65-დან 80%-მდე საერთო ძილის. სწრაფი ძილი უფრო ხანმოკლეა და ძილის პერიოდში, მთელი ღამის პერიოდში აი ეს სტადიები, ნელი და სწრაფი ძილის ფაზა, ეგრეთ წოდებული ფაზა ძილის, იცვლება არანაკლები 4-6 ციკლით. ამრიგად, აი ამ ციკლების თანამიმდევრული სწორი განლაგება განაპირობებს ღრმა ნორმალურ ძილს. აი აქვე ჩაგეძიებით, რამდენად ეთანხმებით ასეთ სტანდარტები არსებობს, თითქოს ადამიანს უნდა ეძინოს 8 საათი, 6 საათი, აი ჩამოგვითვალეთ ეს ნორმები და თქვენი შეხედულება ამ ნორმებთან დაკავშირებით. იცით რა თქმა უნდა, ნორმა ყველასთვის თავისია. გააჩნია ასაკს. ჩვილი ბავშვისთვის, ახალშობილისთვის ნორმა შეიძლება იყოს 20 საათი დღე-ღამეში. ამრიგად, მისთვის ეს არის ნორმა, იმიტომ რომ ახალშობილი ძირითადად ძინავს ახალშობილს, ის იღვიძებს მხოლოდ კვებისთვის, ხო? უფრო შემდგომ ჩვილი ასაკის 3-4-5 თვისთვის ეს რაოდენობა ძილის, რა თქმა უნდა, ნაკლებია და ღვიძლის პერიოდი უფრო მეტია. საშუალოდ ბავშვთა ასაკი, რო ვთქვათ, სკოლამდელი ასაკი, ეს არის სადღაც 16-დან 10 საათამდე ძილი. რაც შეეხება ტინეიჯერებს, დაუშვათ ტინეიჯერულ ასაკს, სქესობრივ მოზარდებს, ეს მერყეობს ასე 9-10 საათი. ზოგისთვის საკმარისია 8 საათიც. უფრო ასაკში, ასე ვთქვათ, ახალგაზრდა ასაკით 40-50 წლამდე
საკმარისია 7-8 საათი. ხოლო 60 წლის ზემოთ და უფრო ხანდაზმულ ასაკში ზოგისთვის საკმარისია 5-6 საათი იმისათვის, რომ მან მეორე დღეს იგრძნოს თავი კომფორტულად. აი 20-დან 30 წლამდე ასაკში არის ყოველთვის უფრო მეტად პრობლემები დღესდღეობით, მით უმეტეს რომ ეს ინტერნეტი, მაინც ახალი კომუნიკაცია, ყველაფერი ამის გამო ახალგაზრდები დიდ დროს უთმობენ როგორც კომპიუტერს, ასევე მობილურს და ამიტომ ხშირად ხდება ისე რომ ღამე ათენებენ დღისით წინოთ. რა ნორმა არის, რა არის საჭირო, რამდენი საათი არის საჭირო რომ ეძინოს 20-დან 30 წლამდე ასაკის იცით რა, თქვენ თვითონ ბრძანდებით ახალგაზრდა, ამიტომ გონიათ რომ 20-დან 30 წლამდე ძირითადად მე სხვა ინფორმაცია მაქვს, უფრო ხშირად ბავშვებთან ვმუშაობ, ამიტომ თქვენ წარმოიდგინეთ რომ უფრო ადრეული ასაკის ბავშვებიც უჩივიან ძილის დარღვევას. განსაკუთრებით ეხლა, როდესაც ჩვენ რეალობაში ყოველდღიურად ბავშვები კომპიუტერთან ზიან საათობით, ყოველგვარი რეჟიმის დაცვით, ამრიგად არა მარტო და უფრო ალბათ ისიც უნდა ითქვას, რომ უძილობა, რახან ჩვენ ვამბობთ უძილობაზე, უძილობა უფრო მეტად აწუხებს 50-60 წლის ადამიანებს. რაც შეეხება მიზეზებს. კი ბატონო. უძილობა, ანუ ინსომნია. უძილობა სხვადასხვა მიზეზი ძალიან ბევრია. რა არის უძილობა? ეს არის ძილის დარღვევა, პრობლემა, რომელიც ყველა ასაკის ადამიანს შეიძლება ჰქონდეს. ის დამოკიდებულია, აი და სტატისტიკურად 8-დან 15%-მდე მოზრდილი სოფლიოს მოზრდილ მოსახლეობა უჩივის ძილის დარღვევას. ხოლო აქედან 9-დან 11%-მდე ღებულობს სედატიურ საშუალებას, საძილე საშუალებას ძილის გასაუმჯობესებლად. რაც შეეხება ძილის დარღვევას ასაკობრივ ასპექტში, მაგალითად ბავშვთა ასაკში არსებობს ბავშვთა ასაკის ძილის დარღვევა. აი მაგალითად ღამის უნებლიე შარდვა, შეიძლება ამ დროს ეს იყოს მიზეზი ძილის დარღვევის. ასევე ღამის შიშები, სომნამბულიზმი, ანუ მთვარეულობას რო ეძახიან, როდესაც ბავშვი დადის ხო ძილში და სხვა. რაც შეეხება საშუალო და უფრო დიდ ასაკს, შესაძლებელია ნებისმიერი ავადობა იყოს მიზეზი უძილობის. არჩევენ 54 დაავადებას. ეს სტატისტიკა, რომლის დროს სხვადასხვა დაავადებას ნერვული სისტემის, რომლის დროს შეიძლება იყოს დარღვეული ძილი. ისე რომ ჩვენ ძალიან შორს წაგვიყვანს ჩამოთვლა, მაგრამ მაინც მიზეზი უძილობის შესაძლებელია იყოს არა სასურველი, არა კომფორტული გარემო სახში, საწოლი პირველ რიგში. სიცხე ან სიცივე ოთახში სადაც იძინებს. შესაძლებელია სწრაფი ცხოვრების სტილის შეცვლა, აი მაგალითად მოგზაურობს, ან გადავიდა სხვა დროის სხვა ჭრილში, აი მაგალითად ამერიკა სადაც 12 საათია სხვაობა, ხო? აი ესეც. ახალ ბინაზე გადასვლა ასევე შეიძლება იყოს მიზეზი, სხვა გარემო, სხვა მიკროკლიმატი, სტრესული სიტუაციები სახლში და სამსახურში. ასევე შესაძლებელია იყოს მიზეზი უძილობის, შემდგომ დაავადება, რომლის დროს შესაძლებელია ტკივილი აწუხებს. ნებისმიერი თავის ტკივილი, წელის ტკივილი, კიდურების ტკივილი და ასე შემდეგ. სუნთქვის უკმარისობა და გართულება. ან გახშირებული შარდვა, რაც ასაკოვან ასპექტში, აი 60-70 წლის ზემოთ, როგორც ქალებს, ასევე მამაკაცებს ასუხებს. ასევე შფოთვა და დეპრესია. აი ეს ისე ზოგადად დავახასიათე ძილის დარღვევა. ცოტა ხანში აუცილებლად ჩავუღრმავდებით ამ საკითხს. იქამდე მინდა გითხოთ, ყველაზე გავრცელებული მიზეზი უძილობის, აი თქვენს პრაქტიკაში ყველაზე უფრო მეტად რას უჩივიან ადამიანები უძილობის რომელ მიზეზს ასახელებენ? იცით რა, როგორც წესი, მიზეზი თვითონ არც იციან. ისინი მოდიან ამ ჩივილით, რომ არა აქვთ ძილი. და ძილის დარღვევა სხვადასხვანაირია. ძილის დარღვევას უწოდებენ დისსომნიებს.
დიახ, გვესაუბრეთ პარასომნია, ინტრასომნია, დიახ, კი ბატონო. და განვუმარტოთ თან მსმენელს. კი ბატონო. ანუ დისომნია ეს არის დაძინების გართულება, გაძნელება. აი ამ ძილის აი ეს გართულება შესაძლებელია იყოს ზედმეტი ძილიანობაც და აქვთ ესეთ პაციენტებს, იცით, აქვთ არა უკმაყოფილების გრძნობა ძილის შემდგომ. ეს დისომნია. პრესომნია. ერთი წუთით სანამ პრესომნიაზე გადავიდოდეთ და კიდევ სხვა საინტერესო მიზეზებს განვიხილავდეთ, სულ რამოდენიმე წუთით გავდივართ რეკლამაზე, დაგველოდეთ წინ საინტერესო საუბრები გელით, არ გადართოთ, დარჩით ჩვენთან რეკლამა მედეფემის ეთერში. რეკლამა რადიო მედეფემის ეთერში. Astra Park-ი გილოცავ ჩობა ახალ წელს და ახალი წლის დღეებში გეპატიჟებათ მთელი ოჯახით. კარტინგი, 7D კინოთეატრი, ბილიარდი, პინგ-პონგი. სპეციალურად თქვენი ბავშვებისთვის ყოველ დღე 2-დან 10 საათამდე თოვლის ბაბუა, უამრავი გასართობით, საჩუქრით და სიურპრიზით. დიღომი, ჩაჩავას 8, ტელეფონი 2 37 37 37. Astra Park-ი გილოცავთ. რადიო მედეფემის სარეკლამო სამსახური 595 04 103.
ინფორმაცია მათთვის, ვინც ახლა შემოგვიერთდა, განვიხილავთ უძილობის პრობლემებს, მის გამომწვევ მიზეზებს და მკურნალობის გზებს. კითხვის დასმა ჩვენი სტუმრისთვის, ნევროლოგ ქალბატონ ნანა გელაძისთვის შეგიძლიათ ტელეფონის ნომერზე 42 1003. ჩვენ საუბრობდით თემაზე დისომნია, რომელსაც ქალბატონი ნანა განაგრძობს საუბარს. დიახ, ჩვენ ვისაუბრეთ ძილის დარღვევაზე და მოდით კიდევ ერთი რამ ვთქვათ. ძილის დარღვევა შეიძლება იყოს ეპიზოდური, როდესაც ძილი ერთი კვირის განმავლობაში პაციენტს ან პიროვნებას გაურთულდა. და ამას ქვია ეპიზოდური ინსომნია. თუ უძილობა გრძელდება 3 კვირა, მაშინ ეს არის ხანმოკლე ძილის დარღვევა, ხოლო 3 კვირაზე მეტი თუა, ამას ქვია ქრონიკული ინსომნია. ამრიგად, აი ამ ძილის დარღვევაში არჩევენ სხვადასხვა გართულებას. ეს არის პრესომნული გართულება, როდესაც პაციენტს უჭირს დაძინება. უჭირს დაძინება 2 საათი და მეტი, წვალობს საწოლში, ტრიალებს და ვერაფრით ვერ იძინებს. ინტრასომნიას უწოდებენ მდგომარეობას, როდესაც ძილი თვითონ ხანმოკლეა. ის ადვილად იღვიძებს, ხშირად ადვილად იღვიძებს პაციენტი, ზერელე ძილი აქვს და ადრევე იღვიძებს. რაც შეეხება პოსტსომნურ დარღვევებს, ეს არის მდგომარეობა, როდესაც ძილის შემდგომ ადამიანს არ აქვს შეგრძნება, რომ მან დაისვენა. და არ აქვს ფიზიკური აი ესეთი აქტივობის მდგომარეობა და ამიტომ ის არის ასთენიური, ის არის სუსტი, ის არის თითქოს დაღლილი. რაც შეეხება პარასომნიებს, ეს არის მდგომარეობა, როდესაც მოძრაობითი და ფსიქიკური ფენომენებია ძილში. თან ახლავს. ესენი აი ჩვენთან იძახიან ქრთომა, ხო? შეკრთომები სხვადასხვა, ხშირი შეცვლა ტანის მდებარეობის საწოლში. ასევე შეიძლება იყოს პათოლოგიური, ეს ფიზიოლოგიური, ასე ვთქვათ, მოძრაობებია. ძილში საუბარიც შედის ამ აი პათოლოგიური პარასომნიაში არჩევენ ძალიან აქტიური მოძრაობები ძილში. ასევე ლაპარაკი, დიახ, ლაპარაკი ძილში. თვარეულობას რო ეძახიან, ანუ სომნამბულიზმი, როდესაც დადის ძილში ადამიანი დგება, ან რაღაცა მოძრაობა ჯდება და აქტიურ მოძრაობებს აწარმოებს. შესაძლებელია იყოს კოშმარები ძილის სახით, ღამის კოშმარები, სუნთქვის რითმის დარღვევა, სიღრმის რითმის დარღვევა. შესაძლებელია ჰქონდეს ხროტინი, ხო? ხრინვა. იგივე ხრინოდი. ხრინვა. აპნოე, ანუ აპნოეს უწოდებენ პაუზას. ძილის აი ამ ხრინვის დროს დაუშვათ ადამიანი სუნთქავს და უეცრად წყვეტს ამას და გარკვეული წამები საკმაოდ ზოგჯერ ხანგრძლივად აკეთებს აი ამ აპნოეს. ესეც საყურადღებოა. და არის კიდევ ერთი ბოლო, ასე ვთქვათ, ჰიპერსომნია. ეს არის მდგომარეობა, როდესაც პათოლოგიური ძილიანობა აქვს დღის განმავლობაში. არიან ესეთი პაციენტები, რომლებსაც აი აქვთ აი ასეთი რამ. და ძილიანობა სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს ეს ჰიპერსომნია. ყველა შემთხვევაში ის მოითხოვს კვლევას, განსაკუთრებით ჰიპერსომნია აქვთ პაციენტებს ენდოკრინული დაავადებით და სუქნებს, ანუ ჭარბი წონით პაციენტებს. დიდი მუცლით, როდესაც დიაფრაგმაზე და ფილტვზე ზეწოლაა უფრო დიდი ვიდრე ჩვეულებრივად. ჩვენ რადგან უფრო უძილობაზე ვსაუბრობთ, პარასომნიას მივუბრუნდები და ერთ კითხვას დაგისმევთ. საინტერესოა, ბევრი ადამიანისგან გამიგია, ძილში ვსაუბრობ, რაღაცა ძილში ვლაპარაკობდი, ნუ დედა მითხრა, იქ ვიღაცა მითხრა, რომ ძილში ლაპარაკობ. რამდენად საშიშია, თუნდაც ხრინვა, რომ უნდა მივაქციოთ ამას ყურადღება, მივიდეთ ექიმთან, ჩავიტაროთ მკურნალობა, თუ ეს რაღაცა თავისით წლების მანძილზე ან გაივლის, ან რაღაცნაირად არა. იცით რა, არ ითვლება ლაპარაკი ძილში რაღაც განსაკუთრებულ ანომალიად. თუმცა პარასომნია, პათოლოგიურ პარასომნიებს კი ეკუთვნის.
არითლება განსაკუთრებით ეს აი მოზარდობის ასაკშია, როდესაც დღის განმავლობაში გიპერემოციაა, რაღაცა განცდა იყო, მონაწილეობდა რაღაცა. დიახ, მძაფრის ჩაბეჭდილებები, ეს იქნება ტელეგადაცემის ყურების შემდეგ თუ თვითონ მონაწილეობდა რაღაცა ღონისძიებაში, შესაძლებელია აი ამ დღის განმავლობაში განცდა, გადავიდე ღამით და ის აი ესეთი ფშფოთფარე ძილი და 4-5 წლის ასაკის ბავშვად შეიძლება დაემართოს. თავისუფლად და არც ისე იშვიათია. არც ისე იშვიათია. მაგრამ ყველა შემთხვევაში ეს მოითხოვს კვლევას. თუ ეს ეპიზოდურია და ერთხელ დაემართა ბავშვს წლის განმავლობაში, ის არ მოითხოვს არანაირ კვლევას. მაგრამ თუ ის ხშირია და დედა ღელავს, მაშინ მან უნდა მიმართოს ნევროლოგს ან ექიმს, რომელიც სომნოლოგი ქვია ექიმს, რომელიც ძილზე მუშაობს და არის პოლისომნოგრაფი, რომელიც იკვლევს, ან ელექტროენცეფალოგრამის გადაღება შეიძლება კლინიკაში და დავადგინოთ ეს არის ნორმა თუ ეს არის პათოლოგია და რა პათოლოგიას მიუთითებს. გასაგებია. ახლა ცოტა მოზრდილ იმებზე გადავიდეთ ადამიანებზე. მათ შორის ჩემი მეგობრებიც ძალიან ბევრი ათენებს, აღამებს და ისევ ათენებს კომპიუტერთან დღის მანძილზე კი ძინავთ. შემდეგ ანუ დღისით იძინებენ, ღამურას ცხოვრობენ, ასე ვთქვათ. ღამით ღვეძათ, დღისით ძინავთ. აი ასეთ დროს რომელ კატეგორიას მიეკუთვნებიან ჯერ ის მინდა რომ გავიგო. და შემდეგ უნდა რაღაცნაირად აღკვეთონ ეს ქმედება, უნდა მიაქციონ ყურადღება თუ შეიძლება ეს დაწლების მერე კი ბატონო, იცით რა, ესეთი ცხოვრება ფუფუნებაა. სამწუხაროდ ჩვენ რეალობაში დილით ვიწყებთ მუშაობას ან სწავლას, ხო? და ჩვენ უნდა ვიყოთ ფრიზელნი, უნდა ვიყოთ გამოძინებული და შრომის უნარიანი. დიახ, რა თქმა უნდა. და ეხლა თუ პიროვნება არის თინეიჯერი, არის ბარში, ასე ვთქვათ, სომელიე ან ბარმენი და მისი ცხოვრება ღამით არის, რა თქმა უნდა, მას ღამე სჭირდება, ღამით ის ღვიძლის მდგომარეობაშია, ხოლო დღისით ის იძინებს, რათა თვით აღადგინოს თავისი ძალები, შრომის უნარიანობა. ამრიგად გააჩნია პიროვნებას. არის პროფესიები, აი მაგალითად ექიმები. დიახ. ხო, აი ჩემ ოჯახშიც მე და ჩემი შვილი ექიმები ვართ. ამიტომ, როდესაც ქირურგი ღამით მორიგეობს, რა თქმა უნდა, მისთვის იცით, დღის ძილიც დასაშვებია. რამოდენიმე საათი რომ აღადგინოს თავისი ძალები. აი რაც შეეხება უძილობას, პიროვნებას, რომელსაც საერთოდ ქრონიკული უძილობა აქვს, მისთვის არ არის სასურველი, რომ დღისით მან დაიძინოს. ეხლა დაუბრუნდეთ თქვენ ახალგაზრდა მეგობრებს, რომლებიც ათენებენ და საათობით არიან კომპიუტერში, კომპიუტერთან მუშაობისას. რა თქმა უნდა, ძალიან კარგია და მე მიხარია, როდესაც ეხლანდელი ახალგაზრდები ერკვევიან ყველაფერში, მაგრამ მოდით გავარჩიოთ, რა არის კომპიუტერთან ყოფნა. ეს არის უბრალოდ რაღაცა თამაშის გართობა და ერთ ღილაკზე დაჭერა, თუ ეს არის შენ კოლეგებთან საუბარი უცხო ენაზე ან რაღაცა პროგრამის შესწავლა. მოდი კონკრეტულად ავიღოთ Facebook-ი. ანუ სოციალური ქსელი. ეს არის საქართველოში, რაც არ უნდა ვთქვათ, სხვა რაღაცა საიტები და ონლაინ თამაშები და ასე შემდეგ. ყველაზე მაინც გავრცელებული ესეთი სოციალური ქსელი არის Facebook-ი, რომელსაც უზის ყველა ახალგაზრდა თითქმის. ძალიან ცუდია რომ ბევრს უზის კომპიუტერთან რატო ეს დროის ფაქტორია იმიტომ რომ ერთდროულად 10 და 15-ს ვერ დაელაპარაკება და Facebook-ის საშუალებით მას შეუძლია მაგრამ ამავე დროს ცოცხალი ურთიერთობას არაფერი არ ჯობია ადამიანებთან ეს არა მარტო ურთიერთობა არამედ მარტო ლაპარაკი ხომ არ არის ხო მარტო ტექსტი ხომ არ არის ურთიერთობა არა მარტო ტექსტს გულისხმობს ხო და იქ ყოფნა ჰაერზე სადღაც ერთად გასეირნება გაზიერება ის და არა მარტო ეს მშრალი ტექსტით მე ყოველთვის ვთხოვ აი როდესაც მშობლები ან თვითონ პაციენტები უჩივიან აი მას რომ აი მე ეს იწევს უძილობას იცით რა აუცილებელია ერთ და იგივე დროს დაძინება აი როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ უძილობაზე
ერთ და იგივე დროს უნდა დაიძინოს ადამიანმა. ეს იქნება 11 თუ 12 საათი საღამოსი. და შენ თუ ზიხარ 2-3 საათამდე დაირღვევა შენი ძილის სტადიები და შემდგომ შეიძლება ეს იყოს მიზეზი უძილობის. ამრიგად, ყველაფერში არის კარგი ზომიერება. გასაგებია. აი, ასევე ხშირად მომისმენია ჩივილები ადამიანებისგან, რომლებიც ამბობენ, რომ ვერაფრით დავიძინე მთელი ღამის მანძილზე, გამთენიისას უკვე ჩამეძინა 2-3 საათით, მერე დღისით სამსახურში წავედი, ღამე ისე ვერ დავიძინე და აი ეს ხდება უკვე რაღაც თვეების მანძილზე და არც ეძილე საშუალებებს იღებენ. აი ასეთ დროს თქვენ ურჩევთ, რომ მედიკამენტოზურ მკურნალობას მიმართონ, თუ ბალახეულით უფრო შეიძლება რაღაცა ნაყინი პიტნის ნაყენი არსებობს 1000 რაღაც დამაწყნარებელი ნაყენი არსებობს. იცით რა, საქმე იმაშია, რომ მიზეზები ძილის დარღვევის მრავალია. და ძირითადად 3 ჯგუფზე იყოფა. ეს არის შინაგანი მიზეზები, გარეგანი და ცირკადული დარღვევა. შინაგანი ეს არის აი ეს აპნოე, ანუ სუნთქვის რიტმის დარღვევა ძილში. ეს არის პერიოდული მოძრაობა, აი არის ესეთი ტერმინი მოუსვენარი ფეხების სინდრომი, როდესაც ადამიანი აი ამ ფეხებს ამოძრავებს, ხო? ეს არის შინაგანი. გარეგანი, ეს არის ფსიქოემოციური დაძაბულობა, ეს არის შფოთვა, სტრესი, ანტკივილი, არაადეკვატური პრეპარატების მიღება შესაძლებელია, მათ შორის საძილეც, არასწორი ძილის გიგიენა. ფსიქოსტიმულატორები, ალკოჰოლის მიღება, ზედმეტი მოწევა სიგარეტის, წყლის მიღების რეჟიმის დარღვევა და ცირკადული დავამთავრებ და შემდგომ. ეს არის საათის აი ამის დარღვევა, როდესაც შეცვლა, როდესაც ადამიანი 1 საათის ჭრილიდან გადადის სხვა, აი მაგალითად ევროპა და ავსტრალია, ევროპა და ამერიკა და აი ასე შემდეგ. აი ეს ან აი ღამის მორიგეობა აქვს და ასე შემდეგ. ამრიგად თუ დაადგინე თუ რა მიზეზით დაერღვა ძილი, მაშინ ადვილათაც უშველი. ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი, წაღან გაწყვეტინებდით, აი ამ სიგარეტი და ალკოჰოლის მიღება. თითქოს ერთი შეხედვით ის კი ალკოჰოლი აძინებს კიდე ზოგ ადამიანს და თითქოს შეხედვით არაფერი არ არის ისეთ საგანგაშო. ახლა ეწევიან ადამიანები, რომლებიც წეველები არიან და იძინებენ ჩვეულებრივ, არიან ადამიანები, რომლებიც სულაც არ ეწევიან, მაგრამ ვერ იძინებენ. ანუ თქვენი აზრით, მაინც აი ამ სიგარეტს რა გავლენა აქვს და ალკოჰოლს? მოდით იცით რა, არ არის საჭირო ველოსიპედის გამოგონება. მოწევა მავნეა. მთელმა მსოფლიომ გაიგო და ნახეთ რა ხდება ევროპაშიც და ამერიკაშიც, ვერც მოწევ, ვერც ერთ რესტორანში და ვერც ერთ დაწესებულებაში. ხო, 10-15 მეტრით დაშორებული. ანუ ეს ერთი. საბედნიეროდ საქართველოს შემდგომ ალკოჰოლი. იცით რა, გააჩნია რას გულისხმობთ. ეხლა თუკი, საქართველოში თუკი სადილის დროს მე არ ვლაპარაკობ ბავშვებზე და ტინეიჯერებზე, მე ვლაპარაკობ მოზრდილ ადამიანზე. თუკი სადილის დროს მის ოჯახს აქვს ესეთი ტრადიცია, რომ მან 50-100 გრამი წითელი ღვინო ან სახში დამზადებული ღვინო მიირთვა სადილთან, ეს არ არის მავნე. მაგრამ თუ ალკოჰოლიზმზე ვლაპარაკობთ, რა თქმა უნდა, ალკოჰოლიზმი ასევე ერთ-ერთი მიზეზია, შესაძლო მიზეზია უძილობის. გარდა ამისა, რატო არ ამბობთ ყავაზე? აი, დიახ, კოფეინი ერთ-ერთი პირველი სტიმულატორია ძილის დარღვევის. შოკოლადი, კოკა-კოლა და ჩაი. ჩაიში შედის ასევე ტანინი. ასევე, აი ეხლა გაყიდვაში არის ჩვენ სუპერმარკეტებში მატონიზირებელი ლიმონათები, სადაც 10-ჯერ მეტია კოფეინი, ვიდრე ჩვეულებრივი კოფეინის ტაბლეტში. აი ეს სტიმულატორები კატეგორიულად ეგრძალება პიროვნებისთვის, რომელიც უჩივის ძილის დარღვევას. დიახ, ჩვენ აუცილებლად განვაგრძობთ ამ თემას და რაციონზე აუცილებლად ვისაუბრებთ. რამდენიმე წუთით უნდა გავიდეთ. მოგეხსენებათ, მუსიკა ერთ-ერთი საუკეთესო წამალია განკვეთისა და კარგი განწყობისთვის. რელაქსანტია. დიახ, სწორედ ამიტომ მხოლოდ FM ფარმაციის მსმენელთათვის მუსიკა ჩვენს ეთერში. ევროპაბეთის სეკას მოყვარულებს ორ ახალ აქციას თავაზობს.
Best Tournament Player მიიღე მონაწილეობა ტურნირების სერიაში და მოიგე Samsung Galaxy S4, Samsung-ის პლანშეტური კომპიუტერი და Xbox-ი. გარდა ამისა, მოხვდი რეიტინგის ოცეულში და მიიღე 50-დან 1000 ლარამდე ფულადი პრიზები. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საიტს www.europabet.com. რეკლამა რადიო მედეფემის ეთერში. სიახლე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბიკრედიტისგან 5-წლიანი იპოთეკური სესხები ახლა უკვე თვეში 2.5%-ად, გამარტივებული პროცედურები და თანხის გაცემა ერთ სამუშაო დღეში. სესხის დაფარვის გრაფიკი კლიენტის არჩევით. ბიკრედიტი, მისამართი სოფჩაკის ქუჩა ნომერი 3, 9 აპრილის ბაღთან. ტელეფონი 2 43 85 85. უფრო მარტივად, უფრო სწრაფად. ბიკრედიტი. რადიო მედეფემის სარეკლამო სამსახური 595-04-103. Now this man right here is gonna take me by the hand and lead me down the right path to righteousness and all that other mother jazz in the right tempo. Fly me to the moon and let me sing among those stars. Let me see what spring is like on Jupiter and Mars. In other words, hold my hand and hold it tight. In other words, baby, kiss me. Why don't you fill my heart with song and let me swing forevermore. 'Cause you are all I long for, all I worship and adore. In other words, please be true. In other words, babushka, I love you. Come on. Hey, is anything left in that bottle, man? Yeah. Come on over here, baby. Why don't you fill my heart with song and let me swing forevermore. Yeah, you are all I long for, all I worship and I adore. In other words, please be true. Yeah, in other words. Yes, in other words. I love you. Yeah. დაუბრუნდით ძვირფასო რადიო სენელებო, თბილისის დროით 14 საათი და 46 წუთია. თქვენ უსმენთ პირველ სამედიცინო რადიოს საქართველოში. ეს არის გადაცემა FM ფარმაცია, სადაც საუბარი გვაქვს საძილე მედიკამენტებზე, უფრო სწორად უძილობის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებზე, რაშიც ქალბატ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბავშვთა ნევროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პროფესორი ქალბატონი ნანა გელაძე დაგვეხმარება. ჩვენ განვაგრძობთ საუბარს უძილობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე. საუბარი შევწყვიტეთ როდესაც ყავაზღებულობს ადამიანი სიგარეტს, ალკოჰოლს, რა გავლენა ჰქონდა, რა გავლენა აქვს ამ ყველაფერს უძილობაზე. და მინდა ქალბატონ ანას დავუსვა შეკითხვა ასეთი, საკვები რაციონი რამდენად მნიშვნელოვანი არის ადამიანის უძილობისთვის, ანუ რა უნდა მიიღოს ძილის წინ, რა არ უნდა მიიღოს ადამიანმა ძილის წინ, რით უნდა გამდიდროს ანდაც საკვები რაციონი, რომ შემდეგ უკვე ღამე მშვიდად დაეძინოს.
ნუ იცით რა, ეგ ცნობილია, რომ კვების ბოლო მიღება უნდა იყოს არა უგვიანეს 2 საათით ადრე ძილამდე. და ის არ უნდა იყოს გადატვირთული ცხიმით. არ უნდა იყოს ხორცი, ცხიმი, ისეთი, რომ ძიმეთ დააწვეს დიახ. უნდა იყოს შედარებით მსუბუქი. ყველაფერი ეს სიმძიმე, ცხიმი თუ კი უყვარს ადამიანს, კი ბატონო, ჭამოს სადილის დროს. მხოლოდ ვახშამი უნდა იყოს შედარებით მსუბუქი. გარდა ამისა, არ უნდა დალიოს ყავა ძილის წინ, ჩაი, ანუ მე ვლაპარაკობ პიროვნებებზე, რომელსაც აქვთ ძილის დარღვევა, ჩაი მაგარი და ასევე დიდი რაოდენობით სითხე. ვინაიდან სითხე, დაგროვილი სითხე, მე მოითხოვს მის ევაკუაციას და პიროვნება იღებს. რა თქმა უნდა, რძიან ყავაში ყავა იმდენივე ისეთივე დოზით არის, რაც რძის გარეშე. რაოდენობრივად ყავა მაინც ერთი იგივეა. აქ ლაპარაკი იმ კოფეინზე, რომელიც შემადგენლობაშია ის ყავის მარცვლებში. და ეს იგი აუცილებლად თუ კი ვილაპარაკებთ პრეპარატებზე, აი თქვენ ზეგან თქვით საძილე საშუალებებზე. დიახ. იცით რა, ერთი რამ უნდა გავითავისოთ, რომ არ არის საძილე პრეპარატები ქრონიკული უძილობის მეთოდი. კურნალობის მეთოდი. არ არის. იმიტომ რომ განსაკუთრებით ეს ეხება ასაკოვან ასპექტს, უკვე 60 წლის ზემოთ პიროვნებებს. იმიტომ რომ თუ კი ლაპარაკია საერთოდ საძილე საშუალებებზე ხანმოკლე კურსზე. ყველას ურჩევდი, რომ საძილე საშუალება მიიღონ ხანმოკლე კურსით, არა უმეტესი 20-25 დღისა. იმიტომ რომ უფრო მეტი ხანი რომ მიიღოს, შესაძლებელია დამოკიდებულება განვითარდეს და შემდგომ უკვე დამოკიდებულების შემდგომი სტადია, დამოკიდებულების შემდეგ უკვე არის მისი მოქმედების შესუსტება ამ წამლის და პიროვნება იძულებული იქნება სხვა პრეპარატზე, უფრო ძლიერ პრეპარატზე გადავიდეს და მის გარეშე უკვე დამოკიდებული ხდება. დამოკიდებული. ამრიგად, კიდევ ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა სედატიურ, ანუ საძილე საშუალებას როგორც წესი აქვს გვერდითი ეფექტი. გვერდითი ეფექტის გარეშე ხანგრძლივი მიღების დროს ლაპარაკობ. პრაქტიკულად პრეპარატი არ არსებობს. რაც შეეხება უშუალოდ საძილე საშუალებებს, შესაძლებელია დაქვეითდეს წნევა, თუ პიროვნება დაბალი წნევით. და არის მისთვის ეს არასასურველია. შეიძლება შფოთვა იყოს, შიში, გულისრევა, თავბრუსხვევა, საძილე საშუალებების მიღება ეკრძალებათ პიროვნებას, რომელიც ზის საჭესთან. პიროვნება, რომელიც დავუშვათ სპორტსმენებისთვის ეკრძალებათ, ხო? ასე, იმიტომ რომ ზუსტი დამიზნებითი მოძრაობები და ასე შემდეგ. ამრიგად ინდივიდუალურად წყდება. არავითარ შემთხვევაში მე არ ურჩევდი პიროვნებებს თვითმკურნალობას, რომ აი მივიდნენ და თვითონ შეირჩიონ თავისთვის. ეს ყოველთვის უნდა გააკეთოს ექიმმა. ეს ეხება ბალახეულ მედიკამენტებსაც, იმიტომ რომ არის მედიკამენტები, რომლებიც ამბობენ, რომ ბალახეულზე არის დამზადებული და დამამშვიდებელ ეფექტს იძლევა და არა საძილეს. არ მინდა ეხლა რომელიმე მედიკამენტი გამოვყო და ვთქვა, მაგრამ უმეტესად არსებობს რაღაც ერთი მედიკამენტი, რომელიც რომელ აფთიაქშიც არ უნდა შეხვიდეთ, შემოგთავაზებენ როგორც ვალერიანს რო. მაგალითად კატაბალახს ეძახი. ხო, ვალერიანა კი ბატონო, იცით რა, რატომაც არა. მით უფრო რო ეხლა ცხოვრება ისეთია, ადამიანი დაკავებულია, უჭირს მას რიგში დგომა, ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, ხო? მოდით დავანებოთ ეხლა ჯანდაცვის კანონებს და იმას. რეალობაში უჭირს ადამიანს რიგში დგომა. რა თქმა უნდა, საწყისში რატომ არ შეიძლება რომ მივიდეს ნებისმიერ სააფთიაქო ქსელში და ფარმაცევტს გაესაუბროს და მცენარეული, ნამდვილად ბალახეული მიიღოს. საწყისში სასურველია რომ დიახ, იმიტომ რომ მე ვიცი ბევრი ადამიანი, რომელსაც ვალერიანა შველის.
ამრიგად ესეც შეიძლება რომ სინჯოს. მაგრამ თუ მან მოაწესრიგა ძილის, აი ესე იგი ის ყველაფერი მიზეზი რაც ჩვენ ჩამოვთვალეთ, ხო ის გაისეირნა ძილის წინ, ხო ნაკლებად მიირთვა საკვები რომ არ დამძიმდეს, ხო დაიმძიმოს თავისი კუჭნაწლავის ტრაქტი, გაანიავა, არ არის ტემპერატურა ზომიერია, ლოგინი კომფორტულია, ყველაფერი რიგზეა, ხო? და მიიღო ვალერიანას დაუშვა ტაბლეტი იქნება თუ სითხე და უშველა შესანიშნავია, მაგრამ თუ არა, მერე უნდა მიმართოს ექიმს და ექიმი გადაწყვეტს. აი ამ კონკრეტულ შემთხვევაში რა პრეპარატი სჭირდება მას. რადგან ჩვენ მედიკამენტებზე საუბარს დავიწყოთ და შევეხეთ მედიკამენტებს, მინდა აქვე აღვნიშნო და FM ფარმაციის მსმენელებს მოვახსენო, რომ დღეს შეგნებულად არ ჩამოვთვლი ჩვენ საქართველოში ყოფილი სააფთიაქო ქსელების არსებული მედიკამენტების ჩამონათვალს, ვინაიდან გუშინ შემოვიდა კანონი ძალაში, რომელიც ეხება უშუალოდ საძილე მედიკამენტებს, რადგანაც ადამიანებმა დაიწყეს გამოყენება ნარკოტიკული თრობის მიზნით და არა პრობლემის აღმოსაფრველად და დასახმარებლად. ამიტომ ჩვენ არ ჩამოვთვლით ამ მედიკამენტებს, ვინაიდან ბევრი წამალი, რომელიც აქამდე იყიდებოდა ურეცეპტოდ, აღარ გაიყიდება და თავს შევიკავებთ სწორედ ამ მიზეზის გამო. ახლა გავაგრძელოთ ჩვენი მთავარი თემა უძილობა. ქალბატონო ნანა, საინტერესო არის ძალიან ესეთი თვალებზე ასაფარებლები იყიდება რაღაცა ძილის დამხმარე. რატო არა? შეიძლება თვალებზეც დააფარო და ყურებშიც ვერუშების სპეციალური მიკეთყვით რისთვის არის. აი მაგალითად გადაფრენის დროს ხანგრძლივი პიროვნება, რომელიც მიჩვეულია ჩვენ დროის რეჟიმში და იქ 12 საათი სხვაობა და მას ეძინება. აქ დღეა, მაგრამ მას ეძინება. მას შეუძლია რომ დაიფაროს თვალების სპეციალური აი ესეთი ნაჭრით ძირითადად ეს სათვალეები არ არის, მაგრამ ესეთი სპეციალური და დაიძინოს. გარდა ამისა, მაგალითად აი სანქტ-პეტერბურგში, ხო? სანქტ-პეტერბურგში თეთრი ღამეებია. პიროვნება, რომელიც ჩავიდა იქ სამუშაოდ, მას სჭირდება სრულყოფილი ძილი. მაგრამ თეთრი ღამეები სწორედ ის არის, რომ ღამის 12-ზე, 1-ზე, 2-ზე მზე ანათებს და პიროვნებისთვის, რომელსაც რეფლექსია ღამეზე, მას უჭირს დაძინება. შეუძლია მაშინ გაიკეთოს ეს სათვალე. გარდა ამისა, შეიძლება ადამიანი დაუშვათ ერთ-ან ორ ოთახში ცხოვრობენ, ოჯახი, პატარა ბავშვს აქვს შიში, ბნელი, სიბნელის და იძულებულია პატარა ნათურა დატოვოს ღამის განმავლობაში დედამ დაუშვათ და ხოლო ამ დედას და მამას უჭირს ამ სინათლეზე დაძინება. კი ბატონო, მას შეუძლია რომ დაიფაროს თვალებზე ასე ვთქვათ, ხო, აი ეს სპეციალური სათვალე. ასე რომ ვთქვათ, თავს ვიტყუებთ, რომ არ ვიტყუებთ, ჩვენ ვეხმარებით კარგი სრულყოფილი ძილისთვის ჩვენ თავს. ეს კარგი დამხმარეა. საინტერესო ფიზიკურ აქტივობაზე მოკლედ იქნებ, რადგანაც გადაცემა უკვე დასასრულს მიუახლოვდა, მოკლედ რომ აგვიხსნათ ფიზიკური აქტივობა რამდენად ეხმარება ადამიანს უძილობის პრობლემის გადაჭრაში. ყველა ფიზიკური ასე ვთქვათ დატვირთა უნდა იყოს 6-7 საათამდე. არ არის სასურველი რომ საღამოს ადამიანმა დატვირთოს თავის გულსის ზართა სისტემა, პირიქით ეს გამოიწვევს უფრო მეტ აგზნებას. ამიტომ სასურველია რომ ყველანაირი ფიზიკური დატვირთვა 7-8 საათისთვის შეწყდეს და ადამიანი ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად მოემზადოს ძილისთვის. ამრიგად მე ყველას ურჩევდი რომ ყველანაირი აქტივობა შეწყვიტონ სადღაც 7-8 საათისთვის. და კიდევ ერთი ბოლო კითხვა, ადამიანის ფსიქიკისთვის თუ საერთოდ არ ვიცი, ნუ განწყობისთვის რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს იმ ოთახის ინტერიერს, თუნდაც განათებას, ოთახის კედლების ფერს, სადაც იძინებს. ანუ მოქმედებს თუ არა ეს ყველაფერი, თუ შუქს ჩააქრობთ რაღაცა ჩააქრება შუქი დაბნელდება ოთახში გაიძინა. იცით რა, გააჩნია მენტალობას. მოდით რა ვთქვათ. ხომ არსებობს სხვადასხვა ფენა სოციალური. რა თქმა უნდა. ესთეტისთვის მნიშვნელოვანია ინტერიერი. პიროვნებისთვის, რომელიც
ძალიან მძიმე ფიზიკური შრომით არის დაკავებული. მისთვის ოღონდ საწოლამდე მივიდეს და არც ინტერიერს აქვს მნიშვნელობა. მაპატიეთ ასეთი ხო, იმით, მაგრამ ეს რეალობაა. ამრიგად გააჩნია, მაგრამ ერთი რამ პიროვნება, რომელსაც აქვს უძილობა, რა თქმა უნდა, ყველაფერს აქვს მნიშვნელობა. ფერს, ცნობილია რომ მწვანე ფერი უფრო ხელშემწყობია, ხო, პასტელური, ესეთი პასტელური ფერები, მწვანე, ბაცი, ცისფერი, დიახ, ბაცი ისეთი ყვითელი, ძალიან ბაცი, ასევე ხელს უწყობს ამას. გარდა ამისა, სიჩუმე, აი ეხლა ზოგი ახალ ბედა, ასე ვთქვათ, დედმამა ურთავენ ხმამაღლად ბავშვებს ტელევიზორს, რომ მინდა მივაჩვიო. არ არის ეს სასურველი. არა, მიეჩვევა ცხოვრებისეულად პიროვნება, ბავშვი და მოზარდი მიეჩვევა შემდგომ გარედან შემოსულ ხმაურს. არ არის საჭირო აუცილებლად დიდ ხმაურში მიჩვევა. ადამიანი ყველაფერს ეჩვევა, მაგრამ არ არის სასურველი. მაინც უნდა იყოს ჩაბნელებული ეს ცირკადული დღის და ღამის პერიოდი აუცილებელია. ნახეთ, აი ამერიკელ მეცნიერებს აქვთ ესეთი შრომა გამოქვეყნებული, სადაც იკვლევდნენ პიროვნებებს, რომლებიც იგრძელებენ დღეს, რის საშუალებით? სინათლის, ხო? დღის სინათლის საშუალებით. მათი შრომის უნარიანობა იყო ბევრად ნაკლები ვიდრე პიროვნებების, რომლებიც დროზე წვებიან და აქვთ სრულყოფილი ძილი. ამრიგად, აი ამას ყველაფერს აქვს მნიშვნელობა. გასაგებია, დიდი მადლობა ქალბატონო ნანა გადაცემაში სტუმრობისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენმა გადაცემის მსმენელებმა მიიღეს საინტერესო ინფორმაცია. გადაცემა სამწუხაროდ დასასრულს მიუახლოვდა. FM ფარმაცია შემდეგ პარასკევს უცვლელ დროს დღის 2 საათზე. უცვლელ წამყვანთან გვანცე ჯვარძესთან ერთად თქვენ სამსახურში იქნება. იყავით პირველები და გაიგეთ მედიკამენტებზე ის, რაც აქამდე არ იცოდით. მე გისურვებთ ჯანმრთელობას 7 ძილს ღამით. დამემშვიდობები ჩვენ სტუმარს. მე კი გიტოვებთ პოზიტიურ მუსიკას და გემშვიდობებით. ნახვამდის.